OpenAI წარადგინა ახალი ინიციატივა, რომელიც 2025 წლის დეკემბრიდან ChatGPT-ისთვის იქნება ხელმისაწვდომი. საუბარია რომანტიკული მიმოწერების შესაძლებლობის მიცემაზე სრულწლოვანი ადამიანებისთვის. ეს ფუნქცია წლების განმავლობაში იყო მკაცრად აქცეული და შეზღუდული იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ვერ ხერხდებოდა კონტროლი, ვინ შედიოდა, ვის ჰქონდა კომუნიკაცია chatbot-თან, შესაბამისად არსებობდა როგორც მენტალური დაავადებების გაჩენის რისკი და ადამიანების არასრულწლოვანების მით უმეტეს რთულ ვითარებაში და არასასიამოვნო ვითარებაში აღმოჩენის რისკები, ასევე არსებობდა, მოკლედ, მარტივად რომ ვთქვათ, უკონტროლო იყო ვითარება და ეს ვითარება, როგორც სემოლტმენი ამბობს, უკვე გამოსწორებულია, გამკაცრებული რეგულაციების და შემოწმების სისტემის, ვერიფიკაციის სისტემის გათვალისწინებით უკვე შესაძლებელი იქნება, რომ ზრდასრულმა ადამიანებმა გაიარონ კონკრეტული პროცესი და მიიღონ წვდომა ChatGPT-ის რომანტიკულ ვერსიაზე, მარტივად რომ ვთქვათ. აქ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს არ მოიცავს არც ვიდეოების გენერირებას, არც ფოტოების გენერირებას, რაც ალბათ ზოგიერთს ეწყინება და უმჯობესია რომ ეწყინოთ, იმიტომ რომ ეს არის ძალიან პრობლემური საკითხი და აქ ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო, რასთან დაკავშირებითაც რისკებს უკვე ხედავენ, როგორც არასრულწლოვნების უფლებადამცველები, ასევე მენტალური ჯანმრთელობის ექსპერტები, ასევე deepfake-ების პრობლემა კიდევ ცალკე თუმცა ეს რისკი თავიდანვე გამორიცხულია, ეს იქნება მარტივად რომ ვთქვათ, მიმოწერის გზით კომუნიკაციის საშუალება, სადაც შეგეძლებათ რომ შექმნათ ვირტუალური მეორე ნახევარი, რომელიც თქვენს ყველა მიმოწერას უპასუხებს და მეტიც შეგეძლებათ მას უკარნახოთ როგორ გიპასუხოთ, ანუ რამდენად ეროტიული ან რომანტიკული იყოს მისი კომუნიკაცია თქვენთან. როგორც დღეს ვირჩევთ, მაგალითად ხუმრობის ან პროფესიონალურობის უნარს, როდესაც ჩვენს AI ავატარს ექსპერტულად მოგვიდგეს და ამ შემდეგ, ამ საკითხში ექსპერტობა სხვა საკითხია, თუმცა დაპირებას ნამდვილად გვაძლევს ChatGPT რომ ამას გააკეთებს და აქ ძალიან მნიშვნელოვანია გადაწყვეტილება იმ კუთხით, რომ ეს იქნება მკაცრად გაკონტროლებული და შევა რაც მთავარია OpenAI კონკურენციაში იმ არსებულ კონკურენტებთან, ეს იყო მთავარი გადაწყვეტილების მიზეზი, რომ დიდი იყო კონკურენცია უკვე, ChatGPT სერიოზულად იყო ჩამორჩენილი, დაამატეს კონტროლის მექანიზმი და ნახოთ მოკლედ დეკემბრის თვიდან როგორი რომანტიკული პროდუქტი დაემატება ChatGPT-ს.